რა გავაკეთოთ, როდესაც კონფლიქტი მოგდის რომელიმე ადამიანთან და ყველა მას უჭერს მხარს. რა და რაც ქრისტემ გააკეთა, ჩვენც ის უნდა გავაკეთოთ. და რა გააკეთა ქრისტემ? რა გააკეთა ლუკა? ქრისტემ მოისმინა მისი ტალღა. მოითმინა. უნდა მოითმინა. ჩვენ უნდა გვწამდეს, რომ ღმერთის დაშვების გარეშე ის არ მოხდებოდა რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდით. ამიტომ ჩვენ უფალი გვეუბნება წმინდა წერილში, აი ბიბლია რო ახსენეთ. შენ მოითმინე ის და შენი სიმართლე დღის სინათლესავით გამოჩნდება. აუ ჯერ ცოტა უნდა მოითმინე. ეთყობა ეს მოთმინება არის იმ მომენტში ჩვენი საკურნებელი საშუალება. ამიტომ მოითმინე, თუ ვერავის ვერ აჯერებს შენ სიმართლეში, თქვი რომ იყოს უფალო ნება შენ. ეს შენს გარეშე არ მოხდებოდა. და მოითმენ ცოტას და ნახავ რომ შენი სიმართლე ყველას ეწოდინება, ყველა გაიგებს, გამოაშკარავდება, იმიტომ რომ ესეც უფლის სიტყვებია. არ არის დაფარული, რომელი არა განცხადდეს. არ დარჩება არაფერი გაუცხადებელი. ამიტომ ნახეთ წმინდა პაისი ათონელი როგორ ამბობს. მე ამ წუთისოფლის უსამართლობისგან გული გამისკდებოდაო, რომ არ ვიცოდე რომ ბოლო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის. იმანის თქვა, ამანეს თქვა, იმან გაგამტყუნა, იმან თავზე ლაფი დაგასხა, რაც მოხდა. სულ ერთი ბოლო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის. ამიტომ ჩვენ ახლა თუ ვინმეს ესე უსამართლოდ ვექცევით, უნდა გვახსოვდეს რომ ეს ჩვენი ის კი არ არის განსასჯელი. აი ღმერთი განსჯის საბოლოოდ. და ჩვენ არ უნდა შევრცხეთ მერე. როდესაც ჩვენ ვექცევით უსამართლოდ, მე ამაზე ვამბობ და როცა ჩვენ გვექცევიან, მაშინ იმედიანად უნდა ვიყოთ, რომ ეს გამოაშკარავდება, არ დარჩება ის.